Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გაიღვიძა საქართველოს მაგრძელებს ჩვენს პოლიტიკურ დილას ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი შემოგვიერთდა. დილამშვიდობისა, გაიღვიძა საქართველოს მოგესალმებით ქალბატონო მაგალითად ჩვენთან ერთად. განვითარება აქვს საერთაშორისო ამბებს ჩვენი ქვეყნის გარშემო, რომელიც ჩვენს რეალობაზე და ჩვენს უსაფრთხოებაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს, ხო? შედგა საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის, შედგა საუბარი ტრამპსა და ზელენსკის შორის. არის შეთანხმება, რომ ენერგოობიექტებზე თავდასხმები აღარ იქნება. თუმცა უფრო შორს ეს დისკუსიები ჯერჯერობით ვერ მიდის. ამ მომენტისაც რამდენად წარმატებულად შეიძლება შევაფასოთ ტრამპის ცდილობებს მშვიდობის მიღწევის საქმეში. მოგესალმებით დილამშვიდობის. მე ვფიქრობ, რომ წარმატების შეფასებისას პირველ რიგში უნდა ამოვიდეთ იქიდან, რა სიმძიმის მოლაპარაკებებთან გვაქვს საქმე და რა დისპოზიციები ეჯახება მხარეებს შორის. ამ შემთხვევაში ნამდვილად მედიატორს არ აქვს ადვილი როლი და ადვილი საქმე. ეს არის ამოსავალი წერტილი არის იმთავით რთული, იმიტომ რომ ჩვენ ერთის მხრივ ერთი მოთამაშე გვყავს, რომელსაც პრინციპში დღეის მდგომარეობით ეს სიტუაციურად იცვლება იმის მიხედვით, ვის აქვს უპირატესობა ველზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით ამ წუთას რუსეთის ინტერესში არ შედის ომის შეჩერება. ის რაც არის ამოცანა მედიატორის ამ შემთხვევაში, რისთვისაც მხარეები საერთოდ ერთმაგიდასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ამიტომ ეს რასაკვირველია, ართულებს მოლაპარაკების სხვადასხვა ეტაპის წარმატებას. ამავდროულად, როდესაც რაღაც მოლაპარაკების ზოგადად პრინციპებზე არის ხოლმე საუბარი, იქ ძალიან ურთიერთდაპირისპირებული პოზიციები არ უნდა იყოს მხარეებს შორის. ამ შემთხვევაშიც რუსეთის მხარეს ჩვენ გვაქვს კაფიოდ გაჟღერებული მინიმუმ სავაჭრო პოზიცია ეს არის საწყის ეტაპზე, რომ მათ ინტერესში დათმობა არ შედის. ანუ მათი საწყისი პოზიციებიდან უკან დახევა არ წარმოადგენს ამ ეტაპზე მოლაპარაკების საგანს. რაც დამატებით ჩიხურს ხდის ამ მოცემულ მომენტში მოლაპარაკებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მით უმეტეს, როდესაც ვთქვათ, უკრაინული მხარე ცალმხრივად უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უპირობოდ თანხმდება. ამ ვითარებაში მომლაპარაკებელის როლი, სიმძიმე, ტვირთი თუ პრობლემა არის სწორედ ის, რომ რაღაცნაირად საკუთარი ბერკეტები გამოიყენოს იმისთვის, რომ ის იმ ხარის საწინააღმდეგოდ თუ იმ ხარეზე ზეწოლისთვის გამოიყენოს, რომელიც ამ წუთას ამ მოლაპარაკების წარმატების წინააღმდეგია. ეს არის ის ბერკეტები, რომელზეც ტრამპი თავად საუბრობდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომლის გამოყენება შეუძლია, მაგრამ როგორც ახალი პრეზიდენტი ამბობს, ამის გამოყენება ამ ეტაპზე არ სურს. ამიტომ ამ მოცემულ სირთულიდან გამომდინარე თვითონ ტექნიკურად რო შევაფასოთ მოლაპარაკების პროცესი, პირველი ეტაპი სავარაუდოდ მაინც უნდა ჩაითვალოს დადებითად. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რა პოზიციებიც გაჟღერდა გუშინ ზელენსკის და ალექსანდრ შტუბის ერთობლივი პრესკონფერენცია იყო. თავად მხარეებიც აფასებენ ამ მოლაპარაკების პირველ ეტაპს. ამ ეტაპზე როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს, იმიტომ რომ ზელენსკის თავად კმაყოფილი არის გუშინდელი საუბრით ტრამპთან, ტრამპის მხარეც ამბობს, რომ ბრწყინვალე იყო ესე ვთქვათ შედეგიანი მათი საუბარი და ვთქვათ ვლადიმერ ზელენსკის ესე ვთქვათ ამონარიდი წავიკითხოთ პატარა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალები გაუზიარა ტრამპმა ზელენსკის და მისივე თქმით, ომის სრულად დასრულებისაკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმობის დასრულება, ხო? ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დაყენებული პირობა. თუმცა ვნახოთ, როგორ წარიმართება საბოლოო ჯამში მოლაპარაკებები. ფაქტია, რომ რაღაცნაირად შეთანხმება გარკვეულწილად ამ პირველ ეტაპზე, იმის მერე, რაც ჩვენ ვნახეთ დავუშვათ ეცახში, კაბინეტში, ბევრად გაუჯობესებულია, ვიდრე ეს იყო მანამდე, ხო? არის უდაოდ, კლიმატი უკეთესია, ფორმატი დიალოგის არის
ცივილიზებული ამ შემთხვევაში, რასაც არ ვიტყოდით, თქვათ, პირველ შეხვედრაზე. ანუ ყველა მოინდობა რომ დაევიწყებინა ის რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციამაც, ხო, ფაქტი ეს არის, მათთვისაც არ იყო ეს რაც არის კარგი. და მათ შორის იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა უკმაყოფილებაც გამოიწვია ტრამპის ამომრჩეველშივე, იმიტომ რომ იქ ბევრი რამ იყო დარღვეული. მიუხედავად აი ამ კამპანიაში ძალიან აქტიური გამოყენებისა უკრაინის საკითხის, ამერიკელთა 60% მაინც ხარს უჭერს უკრაინელების დახმარებას. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის. ეს ნიშნავს, რომ ეს აღარ შეიცვლება, ეს მაჩვენებელი. თუ რაიმე ტიპის გარღვევა ამ ხრივ შეიძლება მოეტანა, თქვათ იმას, რაც ეს უკვე მოხდებოდა. ეს ძალიან დიდი შედეგი არის ამ ხრივ და ამ მონაცემის გათვალისწინება ყველა ადმინისტრაციას მოუწევს. კი, ცალსახად ასეა და ნამდვილად გარდა იმისა, რომ თვითონ ფორმატი არის ცივილიზებული, ხა დასაკვირველია, არავის არც მხარეებს და არც დამკვირვებლებს იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ პირველ 3 რაუნდში გადაწყდება და უცებ დამყარდება გრძელვადიანი მშვიდობა. ამის მოლოდინი არავის არ აგვაქვს, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ამ შემთხვევაში კარგია, რომ ერთ მხარეს უპირობო მზაობაა, ასევე კარგია, რომ პირველად ეტაპზე შეთანხმება შედგა. პრობლემური, რაც ვთქვათ, მოლაპარაკების ერთ-ერთ მოთამაშესთან სოფლიოს აქვს, რის გამოც ვთქვათ, სკეპტიკურია ცალკე უკრაინას და ცალკე ევროპელი მოთამაშეების მათ შორის ჩვენი გამოცდილებით არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება იმისა, რომ ეს მხარე როგორც წესი, მგონი გამონაკლის გარეშე არ ღვევს ხოლმე თავის პირობებს. ამიტომ შედეგებით იქნება საბოლოო ჯამში შესაძლებელი, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ამ ეტაპისთვის სუფთად ტექნიკურად რო შევაფასოთ, ეს რაუნდი ალბათ იყო წარმატებული. ნინო, რეგიონალურ კონტექსტშიც რო ვისაუბროთ, სად არის ახლა საქართველო, იმიტომ რომ ფაქტია, რომ პროცესები მიმდინარეობს, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ახალი გადანაწილება, ესე ვთქვათ, ხდება მსოფლიოში და საქართველო რაღაცნაირად ამ კონტექსტში არც მოიაზრება, ხო? პარალელურად კი ელოდება მაინც ქართული ოცნება, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, რომ დისტეითი ისევ ადგილზეა, ფრთხილად ვუყურებთ ამ პროცესს, ანუ ის იმედები, რაც ჰქონდათ ტრამპის მოსვლის შემთხვევაში, არ გაუმართლათ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ფრთხილი პოზიციით მაინც ელოდება, ესე ვთქვათ, მათთან კომუნიკაციას და სავარაუდოდ სავაჭრო თემა იქნება ანაკლია ამ შემთხვევაში. სავარაუდოდ, აი შე როგორ უყურებ დაუშვათ ამ მიმართულებას? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ამოცანა უნდა იყოს ფაქტები შევაფასოთ რეალისტურად და არა ოპტიმისტურად, ან არა, ვთქვათ, ემოციურად, ამიტომ რეალისტური მოცემულობა დღეს არის ისეთი, რომ საქართველო 100%-ით დამოკიდებულია გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. რიგი მიზეზების გამო, პირველი იმიტომ, რომ ის გეოგრაფია აქვს, რომელიც მას ერგო და მეორე იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით არსებული ვითარებების შეფასებით საქართველო ალბათ ვაშინგტონის ნომერ 1 პრიორიტეტებში არ არის. მათ შორის არ არის ივანიშვილიც, მაგრამ როგორც ასეთი საქართველო ალბათ დღის წესრიგის პირველ საკითხში არ არის. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ამერიკის საელჩოს მხრიდან მაინც ცდილობა იყო პირველად დიალოგის წარმართვის ივანიშვილის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია მაინც ვივარაუდოთ, რომ რაღაც ტიპის ინსტრუქციები მოდის მინიმუმ სტატუს-კვოს შეფასების თვალსაზრისით. და აქ შეგვიძლია, ჩემი აზრით, თამამად ვივარაუდოთ, რომ ამ საპროტესტო ტალღას თავის გავლენა აქვს იმაზე, რომ ამის უგულვებელყოფა ვაშინგტონში ვერ ხდება. ვერ ხდება იმიტომ, რომ მათ პირველ რიგში, იმიტომ რომ საქართველოს ინტერესები შეიძლება დღეს არ არის დღის წესრიგში პრიორიტეტულად, მაგრამ ზოგადად დერეფნის მიმართ ინტერესი ვაშინგტონს აქვს. ამავდროულად აქვს ჩინური წარმომადგენლობის მიმართ თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება და მას აქ ჭირდება ნებისმიერი ტიპის რეჟიმი, რომელიც არ იქნება სათავეში, ჭირდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებთან შესაბამისობაში იქნება. ამიტომ მთლიანად უგულვებელყოფა საქართველოს მიმდინარე პროცესების ვერ მოხდება. ამავდროულად, როგორი мотиваციაც არ უნდა იყოს, ვთქვათ, გეოსტრატეგიული ვაშინგტონში, რომ ახლა ივანიშვილის რეჟიმთან რამე ფორმის წარმატებული დიალოგი წარიმართოს, იმის უგულვებელყოფა ვერ მოხდება,
რომ საქართველოში ეს საპროტესტო ტალღა ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციას უქმნის პრობლემას. ამას ვაშინგტონი ვერ გადაახტება მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა აქვს დერეფერენდუმის ინტერესები. ნიშანდობლივი იყო ალბათ ის, რომ შეხვდა ამერიკის საელჩი ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს და ზუსტად 2 დღეში შეხვედრა გამართა სალომე ზურაბიშვილთან. იმიტომ რომ მან მხარეები წარმოადგინა პრეზიდენტად აღიარებენ ამერიკაშიც, ხო? მხარეები წარმოადგინა, აი ამას ვამბობ. შესაძლებელია თუ არა რაიმე ტიპის ესე ვთქვათ პოლიტიკური პროცესის დაწყებასთან კონდეს ჩვენ საქმე და ცდილობასთან შემთხვევაში და გზავნილები გაჟღერდა დავუშვათ ამერიკიდან. აი თქვენ როგორი აღქმა გაქვთ ბუნებრივია ჩვენ არ ვიცით რაზე იყო საუბარი, ესე ვთქვათ ინფორმაცია არც გამოსულა, მაგრამ აი თქვენი დამოკიდებულება თქვენი ესე ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რაზე იყო საუბარი, ნაწილობრივ ახსენეთ კიდეც. მე ვფიქრობ რომ რაღაც ტიპის ერთგვარი მედიაციის ინსტრუქცია მოვიდა ვაშინგტონიდან, რომ პროცესებთან დაკავშირებით ვაშინგტონმა პოზიცია უნდა გამოხატოს. ამიტომ შეხვდა ორივე მხარეს, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს პრიორიტეტულად, იმიტომ რომ ის ახმოვანებს, ვთქვათ, საპროტესტო ელექტორატს დღეს, ვთქვათ, ამ სასაუბრო მაგიდასთან. შესაძლოა წესით უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც აქვს მცდელობას ადგილი, რომ რაღაც დიალოგის პროცესი წარიმართოს. საუბრისას რაზე იყო საუბარი ჩვენ არ ვიცით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარი იქნებოდა იმ საკითხებზე, რომელიც ვაშინგტონს ადარდებს რეგიონში და რაც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს. შეგვიძლია ალბათ ვივარაუდოთ, რომ ეს არის დერეფნის მიმართ ინტერესი და იქ პრობლემებია, რომელსაც რა პრობლემასაც ივანიშვილი ქმნის თავისი არსებობის პირობებში, მაგალითად საქართველოს ნარკოდერეფნად გამოყენება, ეს არის პრობლემა დასავლური უსაფრთხოებისთვის და მათ შორის აწუხებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარი იყო ანაკლიის პორტიდან ჩინელებთან მიმდინარე მოლაპარაკებების გადახედვაზე, იმიტომ რომ ესეც არის საკითხი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის ვაშინგტონისთვის. მე ვფიქრობ, რომ ასევე იქნებოდა საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც გულისხმობს დეესკალაციას პროცესების. ახლა ეს დეესკალაცია არის თუ არა ხელახალი არჩევნები, თუ არის რაღაც ოპოზიციასთან დიალოგის წარმართვა, თუ არის ამ კაბალური კანონების გაწყვეტა, თუ არის პოლიტიკური პატიმრები, ეს სხვა საკითხია. იქ ჩამონაკდა რომ საუბრის შემდეგ კიდევ და კიდევ მეტი კაბალური ესე ვთქვათ კანონი მიიღეს. იმიტომ რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელში სავაჭრო ბერკეტი იმისთვის, რომ რაღაც დათმობებზე თუ წავა, სათავისოდ გამოივაჭროს, რომ არ დანიშნოს ხელახალი არჩევნები. თუმცა ერთი რაც შეიძლება ძალიან მარტივი სიგნალი რაც შეიძლება ყოფილიყო და ჩვენ წარსულში გვახსოვს პოლიტიკური კრიზისები საქართველოში, როდესაც ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატები მეტნაკლებად აქტიურად ჩართული. ისინი არ მოძრაობენ ჩამოწერილი სიებით, რომ აი ეს უნდა გააკეთოთ, ან ის უნდა გააკეთოთ, ხო? ეს არადიპლომატიურია და მით უმეტეს არ შედის ამერიკული დიპლომატიის ეს რო ვთქვათ ბერკეტებში, ხო? ისინი მოძრაობენ კონკრეტული ამოცანებით. მათ აქვთ რომ განმუხტეთ კრიზისი, იპოვეთ კრიზისიდან გამოსავალი. მაგალითად 2000 მე მახსოვს 19 წელს როცა აი პროპორციული გადაგდების შემდგომ მოლაპარაკებ კოვიდამდე პერიოდში. აი ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი იყო და მაშინ საერთოდ ძალიან აქტიურად იყო ჩართული მაგალითად სენატორი რიში, მაგრამ მაშინ არ ყოფილა არანაირი ტიპის ინსტრუქციები რა უნდა გააკეთოთ. ინსტრუქცია რა იყო ერთადერთი მითითება, რომ იპოვეთ შეთანხმება, მიაღწიეთ შეთანხმებას ოპოზიციასთან. ეს არის ხო, რომ აი ეს შეთანხმება უნდა მიდით. რაღაც მე მგონია რაღაც მსგავსი არის ახლაც. ხო, უბრალოდ ეხა ამ კრიზისთან გამოსავლად ველოსიპედის გამოგონება არ ჭირდება კრიზისთან გამოსავალს. პოლიტიკური კრიზისთან გამოსავალს აქვს პოლიტიკური გამოსავლები. ახალი არჩევნები პოლიტიკურების გათავისუფლება, ხო? რამდენად აქვს პოლიტიკური რესურსი ამ ყველაფრის მისაღებად, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ჩვენ აქეთ კი ბევრი უიმედობა შეიპყრო. იმიტომ დიდი ხანი აქციები გრძელდება, დიდი ხანია ეს ყველაფერი ხდება, შედეგები არ არის, უფრო გვიჭერენ, ხო? უფრო მარწუხებს უჭერს ხელისუფლება, მაგრამ მეორე მხრივ არც ოცნება არ არის კარგი დღეში. ერთპარტიული პარლამენტით ფუნქციონირება აი ესეთ პირობებში ხდება მხოლოდ. აი რაღაცნაირი ელჩთან შეხვედრა რო გიხარია. ხო, სხვა მეტი არ გამოდის არაფერი. ლეგიტიმაციის პრობლემა მათ უქმნით პრობლემას. ეს არის ძალსახა, როგორც არ უნდა ისაუბრონ მათმა მოლაპარაკეთავებმა, პროპაგანდისტულმა, რომ ეს თითქოს და პრობლემური არ არის, ეს მრავალმხრივი პრობლემაა, მათთვის პოლიტიკური პრობლემაა, ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემაა, რაც ამავდროულად მათ პრობლემასვე უკავშირდება. ამიტომ არის რომ ასე გამალებით ცდილობენ ყველასთან ურთიერთობას, ამიტომ არის რომ ცდილობენ ტრამპთან ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ მათი ამოსავალი წერტილი არის რომ მათ ყველა რესურსით უნდა შეინარჩუნონ
ძალაუფლება. მათთვის ამ ნაწილში დათმობა მათ დღის წესრიგში არ შედის, იმიტომ რომ მათ ამის ფუფუნება არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მონახეთ გამოსავალი კრიზისიდან და თქვენთვის მოგვინდია რას მოილაპარაკებთ ოპოზიციასთან, ასე მარტივად ეს საკითხი არ გადაწყდება. ამიტომ არის რომ ჩვენ მეორე მხრივ ვიცით რომ არსებობს ეს მეგობარი აქტი და არსებობს ეს სანქციების უკვე თქვათ დაძრული მანქანა, რომელიც ბერკეტად უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ მეგობარი აქტის განხილვა გადაიდა სწორედ ამ თვის ბოლომდე, ხო და ჩვენ ველოდებით ამ პროცესს რა იქნება და როგორ იქნება, აი ეს გადადებაც რაღაცნაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს ზავნილებს, რომელიც დანიგანმა გააცნო ბოჭორიშვილს. კი ბატონო, აქვედან ალბათ აქედან უნდა ამოვიდეთ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცხადია ინსტრუქციებს არ მიცემს, მაგრამ მათ შეუძლიათ თავისი ბერკეტების მუქარა კიდევ ერთხელ გააჟღერონ იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსავალი უფრო სწრაფად მოინახოს. ხო, და ამას ერთად ჩვენ ხედავთ რაღაცნაირ გამომცდელ მზერას ამერიკისგან ქართული ოცნების, რომ აბა ნახოთ დაამარცხებენ deep states, როგორ შეძლებენ ამას, რომ deep state არის მაგალითად ყველა ვინც ოცნების მიმართ კრიტიკულია, ხო, ეს ამის განმარტება ხო ვიცით ჩვენ როგორც საბოლოოდ როგორც შევიდა ქოცურ ლექსიკონში, რა deep state-ი ყველა ვინც ივანიშვილს აკრიტიკებს არის deep state. ოღონდ ამას ერთად მაგალითად მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ საკუთარ თავს უფლება მისცენ თან უნდოდათ ტრამპთან ურთიერთობების დალაგება, მაგრამ უფლება მისცენ რომ მისი პარტიის წარმომადგენელი მაგალითად ხო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი რიში უკანასკნელი სიტყვებით ლანძღო. და მაინც ქონათ მოლოდინი რომ აქ გარღვევა ექნებათ რაღაც, მაგრამ ფაქტია რომ ჯერჯერობით მათ რიტორიკაში, ოცნების რიტორიკაში კმაყოფილება არ ჩანს ამ მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ხედავთ, მაინც კვლავ არის ის განცდა რომ მათ ებრძვიან, ხო? თვითონაც არიან მოლოდინის რეჟიმში და ჩანს რომ ეს მოლოდინები, ну, ყოველ შემთხვევაში მათ ისინი როგორც ჩანს იმედოვნებდნენ რომ უფრო სწრაფად მოინახებოდა საერთო ენა ვიდრე დღევანდელი მოცემულობა. ჩემი რწმენით შესაძლოა ძალიან კონსპირაციულად სპეკულაციურით, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით მათ ვაშინგტონთან არ აქვთ კომუნიკაცია, ისინი ვაშინგტონის თაობაზე ინფორმაციას იღებენ მოსკოვიდან და შესაბამისად მათ აქვთ მოლოდინი რომ რაღაც ტიპის ურთიერთობების დალაგება მათ სასარგებლოდ მოხდება სწორედ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ეს არის რასაც ივანიშვილი იმედოვნებს და შესაბამისად სრული და ზუსტი ინფორმაცია არ ჩადის ქართული ოცნების წარმომადგენლებამდე, ამიტომ არის რომ რაღაცნაირი დუმილი არის სტრატეგიული არჩეულია. არ ხასდება არც დანიგანთან შეხვედრა და არც თქვათ გზავნილების თაობაზე ინფორმაცია დიდად არ გამოდის, მაგრამ დიდი მხიარულებაც არ შეინიშნება მეორე მხარეს. ამიტომ ხო, პროცესები ნამდვილად რთულად არის. ჩვენ რაც შეგვიძლია როგორც პოზიტიური ამოსავალი ამ პროცესებიდან მივიღოთ, ცალსახად არის ერთადერთი რამ, რაც ვიცით დანამდვილებით. მათთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება არის საკვანძო საკითხი, იმიტომ რომ ამაზე გადის რამდენად დიდხანს შეძლებს ივანიშვილის რეჟიმი თავის ძალაუფლების შენარჩუნებას და ამას ერთადერთ პრობლემას უქმნის ხალხის მიერ არ მინიჭებული ლეგიტიმაცია. ამიტომ არის ასეთი მწვავედ კრიტიკული ახლა საკითხი. არჩევნებში მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას, გაგრძელდება თუ არა პროტესტები, რამდენად მდგრადი იქნება, რამდენად ეფექტური იქნება ის, რომ ახლა ფონდებს აყადაღებენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა რეჟიმის მთელი ძალისხმევა მიმართულია ამისკენ. აიძულონ მეორე მხარე, რომ მათ მიანიჭონ ლეგიტიმაცია და ამისთვის ის გამოიყენებს ყველა რესურსს. და ბოლო კითხვა მინდა დავსვა, ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაც იკვეთება ევროპის როლი, ხო? და ამ დროს საქართველოს კლავ აქ კიდევ უფრო გართულებული ურთიერთობები შეიძლება ითქვას, აქ ყოველდღიურ ლანძღვაგინებაში არიან ევროპელი ბიუროკრატების, ევროპელი პოლიტიკოსების, მაგრამ ფაქტია რომ თუ სადმე არის ჩვენი ადგილი მომავალში, თუ სადმე ვიფიქროთ არის სწორედ ამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში, ხო? აი ხლა რაც იკვეთება იმაში არის საქართველოს ადგილი, თუ ჩვენ რაღაცნაირად აი ამ ხელისუფლების გამო ვრჩებით ისე, რომ შეიძლება ჩვენი ადგილი აღარ იყოს. ევროკავშირის პერსპექტივიდან და ევროპული პერსპექტივიდან საქართველოს მნიშვნელობა და როლი ახლა კიდევ უფრო იზრდება. იმიტომ რომ ახალი ადმინისტრაციის განახლებული პოლიტიკის პირობებში აშკარაა რომ მათ რეგიონის მიმართ ინტერესი ახლა ეზრდებათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად პოზიციების გაძლიერება უნდა შეძლონ მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და მას შემდეგ რაც ახალი რეალობა შეიქმნება. ამიტომ ეს ერთი. მეორე რითიც თამამად ვარაუდობ რომ ევროკავშირის ინტერესი
საქართველოსთან მიმართებით აქტიური რჩება არის ის ფაქტები, რომლებიც მათ თავადვე შეიქმნეს. მათ მიანიჭეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ისინი აქტიურად, აქამდე თუ ეს იყო რაღაც პასიური რიტორიკის დონეზე, აქტიურად არიან ჩართული საქართველოს დემოკრატიის გადარჩენაში. იმისთვის რომ ეს დაახლოების პროცესი ადრე თუ გვიან ბოლომდე მიიყვანონ. ამიტომ ჩვენ სხვა გამოსავალი ისაც არ გვაქვს გარდა იმისა რომ ჩვენი თავი მოვიაზროთ ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოში, ეს ერთი და მეორე უნდა მოვეჭიდოთ იმას, რა რეალობაც დღეს არის. დღეს ევროპისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პროცესები და მათთან სამომავლო პერსპექტივა. ამას ვხედავთ სომხეთშიც და ამას ვხედავთ საქართველოსთან მიმართებითაც, რომელიც არ შეცვლილა და ვერც გადაიხედება მოცემულ ვითარებაში, მით უმეტეს რომ ყველგან სადაც ახლა ახალი ლიდერშიპი მოვიდა, ცალსახად როგორ თქვა, აი ამ პროევროპული უსაფრთხოების გლობალურ კონტექსტში შექმნის ინტერესებს ავითარებს. ნინო, დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად. ნინო კალვანდაძე გსტუმრობდა